მოგესალმებით ქალბატონებო, ბატონებო, დღეს ვიმყოფებით გლდანში, მაგრამ ხვალ ვიმყოფებით საბერძნეთში. ანუ დღეს მივდივართ, დღეს ღამე გვაქვს ფრენა, მე და ლენკას გავფრინდებით საბერძნეთში, ჩავალთ და იქიდან იქნება უკვე მე ახალი ვიდეოები, ვაფშე სხვანაირები ძმა, აი ზუსტად იგივე ოღონდ საბერძნეთიდან. რაზე მინდოდა მე ლაპარაკე, რა ვიცი რა ეხა. ძალიან ბევრი ადამიანი არ დაფრინავს რა, არ დადის ხოლმე, თუ არა დადიან. საქართველოს ეგეთი ქვეყანა ვართ რა, ხელფასი რო 400 ლარი აქვს, ეგეთი ხალხიც, რა ვიცი, მოვლილი აქვს სოფლიო და რანაირად აკეთებენ ხოლმე მე ვერ ხვდები, იმიტომ მე რო მივდივარ, სულ ბევრი მიჯდება ხოლმე რა. სხვათა შორის არასდროს არ მევასებოდა ხოლმე დიდი ბარგის ტარება რა და ყოველთვის ხელბარგით დავდიოდი ხოლმე და ეხა რაღაც ზოგ ძვირი გაიჩიტა ბილეთები, ბარგიანი ბილეთები ლენკას უოჭველი 30 კილო რაღაცები მოაქვს, არა 20 მოაქვს. 20 კილო ნივთები რატომ უნდა წავიღო ქვეყანაში, სადაც სამოგზაუროდ მივდივარ, მე მაგას ვერ ხვდები. ანუ ლენკას კი ავერჩი არაფერს მესმის რა, ბევრი ტანსწმელი აქვს. მე ხა რავი რა. გოგოებს ბიჭებს შორის ეგ სხვაობა არის, რომ ჩვენ ტანსწმელი იმდენად არ გვადარდებს მე მგონი რა, მე რაღაც მაიკით ჩავყრის სამცას და ბოლო გამოვიცვლი ხოლმე და იქნება რა პრობლემა. ხო და ნუ რავი რა, ეხლა დღეს მივდივართ. აი რაზე გელაპარაკე. იმდენად ველოდებოდი ამ დღეს რომ წავსულიყავი, რომ ხასიათი მქონდა გაფუჭებული, რომ აი რით ვერ მოვიდა ეგ დღე. ხო და დღეს რომ მოვიდა უკვე შედარებით ხოძე ვარ რა. მე ხე იქ საბერძნეთში რომ ჩავალთ. იქ რამდენი რაცხანი უნდა მოვიცადოთ და მე გვაქვს 1 საათიანი ფრენა შიდა ათენიდან კრეტაზე. კრეტაზე მივდივართ რა. ხო და ასწორებს, რავი, მე მინდა რომ ჩავიდე და ვნახო. რავი, პატარა ადგილი არის თან და წესით ის არ იქნება რა, რთული მოსასაგზაურებელი არ იქნება რა. თან მაგარი იმაში დავითრიეთ ის სასტუმრო რა. ძალიან მაგრა დავითრიეთ სასტუმრო, იმიტომ რომ 10,000 ლარი უნდა ღირებულიყო. ცოტა ფასდაკლება ქონდა და Genius-მა გამიკეთა Booking-ზე რომ და დავჯავშნე, Genius-მა გამიკეთა ძალიან დიდი ფასდაკლება და დაახლოებით 4,000-ზე ნაკლები ღირდა დაჟე რა, მაგ ფასში დავითრიეთ ეგ სასტუმრო. თან პაходу აეროპორტში ტაქსი დაგხვდება და ის ტაქსი მიგვიყვანს მერე იქ სასტუმროში. აი მაგაზე კაი რა უნდა იყოს. დალაგებულ უფასო აეროპორტის ტაქსი მაგრა ასწორებს რა, მართლა მაგრა ასწორებს, მე მევასებ. Booking-ი მაგრამ მევასება ვაფშე რა, კაი კომპანია. Просто ხანდახან Booking-ზე ხოლმე, ანუ სადმე თუ მიდიხარ, Booking-ით დაჯავშნამდე უნდა შეამოწმოთ იმენა იმათ საიტზე რა ფასია, იმიტომ რომ Booking-ი 30%-ს უტეხავს მე მგონი რა იმათ. რა ქვია, სასტუმროებს 30% მეტს ახდევინებს. და მანდან გამომდინარე ხოლმე იქით უფრო დაბალ ფასში შეგიძლიათ დაითრიოთ ხოლმე რა. საქართველოში მე 1-2 მაგრამ მივქარე რა. ყვარელში დავისვენეთ ერთხელ Booking-ის იმაზე. Booking-ით. ყვარელი Lake and Resort Spa, ჩემი საყვარელი სასტუმრო არის მთელ საქართველოში, რო იცოდეთ მაინც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრგან არ ვარ ნამყოფი, ხო. ყვარელში მენა გამისწორდა რა, აი დავისვენე, რასაც ქვია და ყვარელი, მაგრამ მევასება და ვფიქრობ, რომ წელსაც ხوار წავიდე. იმიტომ რომ სხვა პუნქტია რა, რაღაც ძალიან კაი პუნქტია იქ. და შემოდგომა მაგრა უხდება კახეთს. ხო, ეგეც არის. ხო და Booking-ით დავჯავშნე ეგ და მომიწია ორჯერ მეტის გადახდა, იმიტომ რომ თურმე საიტზე ბევრად ნაკლები ფასი იყო. ხო და ეგენი უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე რა, სანამ რაღაცას დაჯავშნით, უნდა დაამუყამოთ, რომ იმათ საიტზე შეიძლება უფრო იაფი იყოს. აი ბაკურიანი ინზეც ეგრე იყო, ბაკურიანი ინში რო ვიყავით, ახლა ჩვენ მე ლენკა და ჩემი ორი ძმაკაცი, შუგა და ჭიპა იქაც საიტიდან დავჯავშნეთ Booking-ის კი და ბაკურიანი ინის საიტიდან, თორე Booking-ზე ბევრად ძვირი ჯდებოდა რა, სადღაც 300 ლარი მეტ ჯდებოდა და ეგეთი რაღაცა ტრიკებს დაგამუღამებინებთ რა. თან ამასწინად შემხვდა რაღაც საიტი ბიუჯეტური.gi მე მგონი და ეს ბიუჯეტური გავრჩე ყველაზე კარგ ვერსიებს გთავაზობს ფრენისას, ბილეთებისას რა და მე ხა ტურები.gi-ს დავაჯავშნე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტურები.gi ჩემი მეგობრის კომპანიაა და ჩემი მეგობარი კომპანიაც გამოდის ავტომატურად და ხო და რა ვიცი რა, ეხა იქ მივდივართ.
მაგათი დაჯავშნილი ბილეთებია. უბრალოდ სასტუმრო იმიტომ არ დავაჯავშნიე, რომ იმ დროს როცა ბილეთები ვიყიდეთ, მაშინ არ მქონდა იმის სასტუმროს ფულიც რა. სასტუმროს ფული რო გამეჩნდა, მე სასტუმრო ჩემით დავჯავშნე, ისინი აღარ შევაწუხე, იმიტომ რომ კვირა იყოთ რაღაცა რა და აღარ შევაწუხე მოკლედ ტურებიჯის სტაფი. თორე მე ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ ვიღაცას დავაჯავშნიო რა, აი ტურებიჯის რო დავაჯავშნიო ყველაფერი, რო რამე უფრო მგონია რომ უფრო safe არის რა, ანუ რაღაც ცოტა მეტის გადახდა შეიძლება მოგიწიოს, თან განსაკუთრებული სხვაობა არ არის ხოლმე რა. თან ძირთად ვიმეებთან ტურისტულ კომპანიებთან უფრო ისა აქვთ ხოლმე რა. ნაკლებს არ თმევენ რა, იმიტომ რომ ბევრი კლიენტს რო გზავნიან, ისინი ნაკლებს არ თმევენ ხოლმე. ხო და მაგის გამო გირჩევთ ხოლმე რომ ტურისტულით დაჯავშნოთ, უბრალოდ მე და ლენკას იმენა ტური არ გვინდა რა, რომ ჩავიდე იქ 30 კაცთან ერთად და იმ 30 კაცთან ერთად რო ვიარო მე ერთი კვირა, ეგ არ მინდა, მარტო მინდა დასვენება და ეხლა ისე დაალაგდა რომ პროსტა ისინი აღარ შევაწუხე და მე ჩემი თქვენი რა, ის რაღაც რა ქვია არ მახსოვს იმ სასტუმროს, მაგრამ კაი სასტუმრო არის, აი ძაღლი ვიყო, მე რო ჩავალ განახებთ რა. ყველაფერი კაი უნდა იყოს წესით. სხვა სასტუმროში მივდიოდით და ახლობით იგივე ფასი იყო, all inclusive იყო ოღონდ რა და all inclusive დავიკიდე. იმიტომ რომ არ მომწონდა და შეფასებებიც არ უარგოდა იმ სასტუმროს, სადაც მივდიოდით. მე გავაუქმე და ავდექი და ის დავჯავშნე, რომელშიც ახლა მივდივარ და ეს კი full board-ია, ანუ საუგზმე ვახშამი და რა ქვია შუაში რო არის. სადილი, სამივე შედის ყოველდღიურად, მაგრამ ის all inclusive არ არის რა, ანუ რაღაც ყველაფერი ესე სულ არალაგია და როცა გინდა მაშინ ვერ შეჭა. მაგრამ მაინც ესე მირჩევნია რა, მე მგონი, იმიტომ რომ ბევრად უკეთესი სასტუმრო არის ყველა ვარიანტში და ფასი იგივე გამოვიდა. თან ანუ ეს ამას 5000-დან აქ დაკლებული და ის 4500-დან იყო ჩამოსული 3700-ზე და ესე ჯობდა ჩემი მათემატიკით რა ყველა ვარიანტში. ხო, აეგანის იმ ავიახაზებით ვიდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაჭმევენ დიდი ალბათობით. ყველა წესი უნდა გვაჭამონ, მე ეგრე მაქვს გათვლილი, არ მაინტერესებს სხვა ვერსიები. საბერძნეთში იქაურ 10 საათზე მაქვს ფრენა, 11-ზე უნდა გადავიდე იქ. პროსტა უკანა გზაზე ერთი პრობლემა ისაა, რომ 8 საათი არის ისა და ლოდინის თუ პროსტა სხვა გზა არ იყო. ისეთ დროს მივდიოდი, რომ სხვა გზა არ გამოდიოდა რა. ანუ ეს ზუსტად 20-26 რო წავსულეყავი, მაგისტვის მაშინ ეგრე მიწევდა. ხო და არ არის ეგ პრობლემა დიდად, რო არ მოგატყუოთ. დავისვენებ კარგად. ყველა წესით. და თქვენს განახებთ ყველაფერს რა. მე რაღაცებს რასაც დავამუღავებ მოგზაურობის თემებში. მაგებსაც მოგცემთ ახლა რა, ახლა გიგი, სოსო და კაკო მე არა ვარ, მაგრამ ისინი ეგეთ ტიპებს არ იძახიან ხოლმე რა. ანუ ეგეთ დამხმარე რაღაცებს არ იძახიან ხოლმე რა. ხო და რა ვიცი რა. იქ რო ჩავალთ ერთი რესტორანია რაღაცა, სადაც უნდა რომ ლენკა წავიდეს. ლენკას უნდა რომ წავიდეთ. და დაჯავშნილი აქვს წინასწარ და დაჯავშნილი გვაქვს საათნახევრის თუ რაღაც, მაგარი დებილობა საათნახევარი რესტორანში ცოტა ჩემი მათემატიკით. იმიტომ რომ რავი ახლა მივედი, შევუკვეთე საჯარო მომენტიდან შევჯამე, ცოტა ხანი ხო უნდა გადავწვე, რიპი ხო უნდა მოვიფხანო. გაბონდია საათნახევარი. დღეს ყავა იმიტომ არ მაქვს რომ უკვე დავლიე რა, ეხლა ჩასალაგებლად ვერ ვждებოდი, მაგრამ დავიკიდე რა მაინც ბოლოს საოლოე და მე ჩავალაგებ თქო რა, ღამის რომელზე მაქვს ფრენა არ მახსოვს. ანუ რა აზრია. წესით ძალიან გაასწორებს საბერძნეთ და საბერძნეთიდან აი ვიდეოებს მოგაყრით ყოველდღიურად, რავი, რაღაცას ვნახავ. ოქროს საწმის თუ ვიპოვე, დედასგებისებით წამოვიდა ძმო, რა, იმათ არ შევარჩენ მაგ ბოზებს მაგათ. რას ქვია ძმო. საბერძნეთი ბერძენი ვინმე ვასება, ისე რომ არ მოგატყუოთ ბერძენი მარტო ჯიანის ანტეტეკუმ მევასება და ჰაჰა მაქსიმუმ სამარასიც არ მევასება და ანგელოს ხარისტიასი უფრო მევასება რა. პაპასტოპულოსი არ მევასებოდა, იმენა ხარისტიასი მევასებოდა სუ. ვანგელის პავლედიც მაგრამ მევასება. ბოლო ვიღაცას ახლა ჰეტრიკები გაუკეთა მაგან და ვის გაუკეთა თუ გახსოვთ საწყალი. კარჩენ რა აზრი.
კაი ტრიპი გამოვა იმედი მაქვს თქვენ აქ იქნებით სულ და ნახოთ რა იქ შევეცდები რომ უფრო ლაივ ისენი გადავიღო რა ანუ ვიდეოები ყოველდღიური და ესე დადგმული არა შევეცდები რომ ვიმოძრაო ქალაქში და მე ვფიქრობ რომ საქართველოშიც დავიწყო ეგრე რა უკვე მოძრაობით დავიწყო და სულ აქ რო არ ვიჯდე რა იმიტომ რომ სულ აქ რო ვზივარ მე მგონია რომ თქვენთვის ცოტა მოსაბეზრებელია და რა ვიცი ხა ანუ ვიდეოები იდეაში ჩემი ვიდეოები მოსასმენი უფრო არის ვიდრე საყურებელი Spotify-ზე უეჭველი დავამატებ ამ ვიდეოებს მართლა როგორ უნდა დავამატო ეგ არ ვიცი პროსტა რო გავარკვევ აუცილებლად დავამატებ და იქ მოსასმენი იქნება რა და ეგ იქნება და ეგ რა მიყვარხართ კოცნით კარგად იყავით კარგი მგზავრობა გვისურვეთ ყველაფერი ჭიტივით ბერძნები მართლა დიდად რო გითხრათ ბერძნები მაგარი ქვეყანად მეაჩნია არა რა და მაგრები იყვნენ რავი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე მგონი მერე ჯაიჯვეს ძალიან ტეხავს რა იმპერია რო იყავი ერთ დროს და ეხლა რავი რიგითი ბალკან ქვეყანა ხარ რა ანუ ბალკანიც არ ხარ და რაღაცა ნიტოა რა აი მონღოლეთიც ეგეთი ქვეყანა არის რა ადრე და ეხლა ჩემიყლებო კაროჩე კარგად იყავით, ბედნიერად იყავით და რავი რა დაგაინტერესებთ კრეტაზე რო იქნები, ეგენიც თქვით და იქნება შევძლო და რაღაცები განახოთ, ისეთ რაღაცები, რაც დაუშვათ თქვენი თვალით ვერ ნახეთ ჯერ და სამომავლო აპირებ წასვლას და რაღაცა იმედგაცრუება რო არ დაგხვდეთ იქ, მე მითხარით და მე მოვძებნი და ვნახავ იმ ადგილებს რა. იმიტომ რომ მინდა რომ ბევრი ვიარო, ახლა ლენკაკის ზღვაზე ჩამიყვანს ყოველდღიურად და იქ დამაწვენს და გავხმები, მაგრამ მე კოლგიანის ქვეშ დავწვევი და შედარებით ნაკლებად დავიწვევი იმედი მაქვს, იმიტომ რომ მეზარე ვარ ახლა მზეები. მაგრამ ზღვაზე ახლა ჩავალ, კაი ზღვა ექნება წესით. ჩემი მათემატიკით, მაგარი ზღვა უნდა გქონდეთ. კაროჩე, კოცით კარგად იყავით და ოქროს საწმისი მოიჯვას რა, აი რო ჩავალ პირველი მაგას ვიტყვი ქვეყანაში.